ლექციის ამ ნაწილში გადავიდეთ უშუალოდ სქემის ფუნქციონირების განხილვაზე. ამისათვის ჩვენ სქემაში შევიტანოთ მცირეოდენი ცვლილებები, რაც გამოიხატება ორი ელემენტის დამატებით. ერთ-ერთი ამადგანი არის ჩამრთველი, მეორე ამადგანი არის ვოლტმეტრი. ამადგან ჩამრთველის დანიშნულებაა გარკვეულ მომენტში დააშუნტიროს ერთზე წრედი და მისცეს საშუალება კონდენსატორს განიმუხტოს. ხოლო ვოლტმეტრის დანიშნულება არის მუდმივად გვიჩვენებდეს კონდენსატორის დამუხტვა-განმუხტვის ძაბვას. როგორც ხედავთ, კიდე ერთი ელემენტია დამატებული, ერთი დამატებითი გამომრთველი, რის საშუალებითაც ჩვენ სხემის დანარჩენი ნაწილი, რომელიც ჯერჯერობით დავტოვოთ უყურადღებოთ, დავტოვეთ კვების გარეშე. მოდით მივაწოდოთ სიმულატორს კვება და განვიხილოთ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მივაწოდით კვებას სხემის გარკვეულ ნაწილს და ეს გარკვეული ნაწილი გახლავთ ძაბვის გამყოფი და კონდენსატორი და დავაკვირდეთ რა ხდება ამ შემთხვევაში. თვალნათლივ ჩანს, რომ კონდენსატორი საკმაოდ სწრაფად დაიმუხტა აი ამ ორი რეზისტორის გავლით და დარჩა დამუხტული. ვინაიდან თავად ტაიმერი გათიშულია, ანუ დენს არ იხმარს, ანუ კონდენსატორის პლუსიდან არ ხდება ენერგიის წართმევა, ამიტომ ის დაიმუხტა, დენი ვეღარსად ვეღარ მიდის და ვოლტმეტრი გვიჩვენებს, რომ კონდენსატორზე არის 9 ვოლტი. ახლა აი ამ ჩამრთველის საშუალებით შევეცადოთ, წავართვათ კონდენსატორს ეს ენერგია და გამოჩნდა კიდევაც, რომ მთელი დენი აი ამ ჩამრთველის გავლით განიმუხტა. კონდენსატორი განიმუხტა, ძაბვა აღარ არის მის პლუსზე, ვოლტმეტრი გვიჩვენებს 0 ვოლტს. გავიმეოროთ კიდე ერთხელ და დავაკვირდეთ, მოხსნათ შუნტი და ხედავთ, რომ ძაბვა მომენტალურად იმატებს და კონდენსატორი იმუხტება. საკმარისია ეს ჩამრთველი ისევ ჩავრთოთ, დავაკვირდებით, რომ პროცესი განმეორდა. ანუ კონდენსატორზე ძაბვა განიმუხტა, გამორთოთ ჩამრთველი, კონდენსატორზე დაგროვდა ელექტროენერგია. რა დასკვნები შეგვიძლია აქედან გავაკეთოთ? დასკვნები არის ძალიან მარტივი. კონკრეტულად ეს წრედი, შემავალი წრედი, გარკვეული დროის განმავლობაში იმუხტება კონდენსატორი, რის შედეგადაც აი ამ წერტილში, ანუ პარალელურად, ანუ შესაბამისად ტაიმერის კომპარატორის შესასვლელზე ხდება ძაბვის მატება, რაც იწვევს მის გადართვას. რაში მდგომარეობს ეს გადართვა? მდგომარეობს იმაში, რომ ტრანზისტორი, რომელიც დაყენებული არის მის მეშვიდე კონტაქტზე, მომენტალურად გაიხსნება, როგორც კი ტაიმერის კომპარატორის შესასვლელზე ძაბვა მიაღწევს, ჩვენ შემთხვევაში 6 ვოლტს, ანუ რაღაც ჩვენს მიერ შერჩეულ დონეს, ტრანზისტორი მეშვიდე კონტაქტზე გაიხსნება და დენი, რომელიც დაგროვილი იყო კონდენსატორზე, აი ამ რეზისტორის გავლით განიმუხტება და გადადის მინუსისკენ. მივაწოდოთ კვება და დავაკვირდეთ, ნამდვილად ასე ხდება თუ არა ეს პროცესი. კონდენსატორი იწყებს დამუხტვას, ეს შეგვიძლია შევამჩნიოთ აი ამ გამტარზე ისრების მიმართულებითაც, როდის ხდება დენების წანაცვლება, ანუ როდის ხდება კონდენსატორიდან დენის გასვლა 0-ისკენ, ან როდის ხდება პირიქით დენის გასვლა კონდენსატორისკენ. როგორც კი აქ ძაბვა მიაღწევს დაახლოებით 6 ვოლტს, ის მომენტალურად დაიწყებს განმუხტვას აი ამ წრედით. თავად ტაიმერი აი ამ შესასვლელიდან, ანუ კომპარატორის შესასვლელიდან მიღებული ძაბვის გაზომვის ხარჯზე ახდენს რა თავისივე კონდენსატორის განმუხტვას, მის გამოსასვლელზე აფორმირებს მართკუთხა იმპულსებს, რაც როგორც წინა გაკვეთილზე იყო განხილული, იწვევს ამ გამოსასვლელზე ან დადებით პოტენციალს დაახლოებით 9 ვოლტს, ან 0 ვოლტს, ანუ 9 ვოლტის დროს დენი გადის აი ამ წრედით, 0 ვოლტის დროს, აი აქედან მიღებული ენერგია და ამ დიოდის გავლით
ისევ მიდის 0-ისაკენ. ერთ შემთხვევაში ანთია მწვანე დიოდი, მეორე შემთხვევაში ანთია წითელი დიოდი. როგორც ხედავთ, ამ დიოდების გადართვა ხდება რაღაც გარკვეული დაყოვნებით. ეს დაყოვნება დამოკიდებულია კონდენსატორის ტევადობას.